მაგრამ ბოროტი, ანუ ეშმაკი, რომელიც მუდამ ცდილობს ცბიერებით რატო? იმიტომ რომ რო გითხრას რომ ეხლა მე შენ ქრისტეს უნდა მოგგლიჯო, ეტყვი რომ რას ლაპარაკობ. ცბიერებით რას აკეთებს? სიკეთის სახელით გელაპარაკება, სიკეთის ნიღაბს იკეთებს. აი პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ეშმაკი სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ ამბობს ცბიერებით, ბოროტი მუდამ ცდილობს ცბიერებით სიკეთიდან ჩვენ განრინებას, ანუ სიკეთიდან ჩვენ გადაყვანას ცბიერებით და ეს ბოროტი მოსურნია, ანუ მას აქვს სურვილი მუდამ, უგუნურთათვის სასურველი მგზაზე დაგვაყენოს, ანუ სულელთა გზაზე დაგვაყენოს. სულელთა გზა, ანუ უგუნურთა გზა, ანუ როცა ცხოვრების მიზანი ხდება არა ქრისტე, არამედ სხვა რამე, ანუ ცხოვრების გზაზეა საუბარი, არა გზაზე რომ დავდივართ, არამედ ცხოვრების გზაზე და იმ გზაზე რომ გზაზეც ახლა იტყვის. უგუნურებით განანო, უგუნურთათვის სასურველ იმ გზაზე დაგვაყენოს, რომელიც და რა გზაა, რომელიც მიწიერ და გარეგან ცოდნაში დავანებულ სიმდიდრეს მიწიერ და გარეგან ცოდნაში დავანებულ. ეს არის ფაქტობრივად ის, რასაც ამას სოფლის მეცნიერება ქვია, ხელოვნება, პოლიტიკა, წარმატება და ასე შემდეგ, რომელსაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ის არ უნდა იყოს შენი ცხოვრების გზა. გესმით, ცხოვრების გზა არ უნდა იყოს. არ შეიძლება შენი პიროვნების იდენტიფიცირება შენს ამ ქვეყნიურ პროფესიასთან. არ შეიძლება ამის გაკეთება. ამაზე საუბრობს. თორე ყველას ეხლა თავად უფალი ხელოსნობდა, სანამ მოღვაწეობას დაიწყებდა. მაგრამ ვინმე იტყვის ყოფილი, რომ ქრისტეს იდენტიფიცირება შეიძლება ხელოსნობასთან. გესმით? ვიღაცა მძღოლია, ვიღაცა მეცნიერების დოქტორია, ვიღაცა პოლიტიკოსია, ვიღაცა ხელოვანია, ვიღაცა სპორტსმენია, ვიღაცა ინჟინერია, ვიღაცა ექიმია, არ შეიძლება შენი პიროვნების იდენტიფიცირება შენს პროფესიასთან. ის არის დროებითი რაღაცა, აი ტანსაცმელივით არის. ის არ შეიძლება იყოს ამ სიტყვის დიდი გაგებით ცხოვრების გზა.